ის ფონზე. თავად კიევის დაბომბვა იყო ძალიან საინტერესო კონტექსტით. რა კონტექსტს ხედავთ ახლა ჩვენ? კიევი დაიბომბა სწორედ მაშინ, როდესაც საუბარი მოლაპარაკებებზე ყველაზე აქტიურ ფაზაში უნდა შესულიყო. ანუ ეს მიანიშნებს იმ ფაქტზე, რომ რუსეთისათვის ამერიკის და ბრიუსელის ინტერესების დაცვა, ინტერესების გატარებას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკური შეურაცხყოფის აქტი. ეს არ არის მხოლოდ სამხედრო დანაშაული, რასაც აუცილებლად შევეხები. არამედ ეს არის პოლიტიკური შეურაცხყოფა და ტრამპისთვის გაგზავნილი სიგნალი, რომ რაზეც არ უნდა ელაპარაკო შენ, შეგვიძლია შევთანხმდეთ მხოლოდ და მხოლოდ სიტყვებით ერთ რამეზე, მაგრამ ფაქტი არ შეიცვლება, მე შემიძლია ომი წარმართო ისე, როგორც მე მსურს. ეს არის კრემლის ღია სიგნალი. მაგრამ მეორე რაღაც ხდება ძალიან საინტერესო და მძიმე არის ის, რომ ახლა ჩვენ რასაც ვხედავთ, არის სამხედრო დანაშაულების ნორმალიზების მცდელობა. თუ კი ყველანი ვთანხმდებით და არა მხოლოდ თანხმდებით, მოცემულობა ასეთი, რომ საერთაშორისო სასამართლოს მიერ ძებნილი არის ვლადიმერ პუტინი. და ეს ძებნილი ადამიანი სწორედ მოლაპარაკების ღამეებში ახორციელებს ყველაზე სისხლიან დაბომბვას სამოქალაქო ობიექტებზე და შენ მაინც ხვდები მას და მაინც ართმევ ამ მზად ხარ ხელი ჩამოართვა, ნიშნავს სამხედრო დანაშაულების ნორმალიზება მოახდინა. მე იმასისგან ძალიან შორს ვარო, ეს საერთაშორისო არსებული წესრიგი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იყო დამყარებული, კიდევ არსებობს. აღარ არსებობს, მაგრამ რა წესრიგით შეიძლება ჩამოყალიბდეს მოგვიანებით მომდენო 5 წელიწადში, თუ მომდენო რამდენიმე წელიწადში, დამოკიდებულია სწორედ აი ამ დღეებზე, ამ კვირებზე, ამ თვეებზე, რასაც ახლა ჩვენ უყურებთ და კრემლმა ძალიან კარგად იცის, რომ თუ კი მოხდა მისი აგრესიული და რაც თავარია, დაპყრობითი ომის პრეცედენტის ნორმალიზება, ყირიმი მათ შორის პრეცედენტი იქნება, ხო? როგორც კი ეს პრეცედენტი შეიქმნება, იმას უთა სხვა დიქტატორები, სხვა ავტოკრატები, სხვა ისეთი ლიდერები, რომლებსაც აქვთ ამბიციები სხვა ქვეყნების ტერიტორიების წართმევისა, სიამოვნებით მიბაძავენ ამ ფაქტს. და ბოლოს ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ამბავი არის ის, რომ საჰაერო დაბომბვები ზოგადად უკრაინის სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ ემსახურება ძალიან კონკრეტულ მიზანს. ეს არის იმ კაპიტულანტური მოთხოვნების წინაშე უკრაინის ერთგვარ დაჩოქებას, რომელიც რუსეთმა წაუყენა, იმიტომ რომ რუსეთი აქ მშვიდობას არ ითხოვს. და მშვიდობა როცა ჩვენ საუბარი გვაქვს მოლაპარაკებაზე, კომპრომისზე აგებული. მე რაღაცას ვთმობ, შენ რაღაცას ვთმობ, მოდი მოვილაპარაკოთ და აი ვიპოვოთ შუა წერტილი. რუსეთი მსგავს არაფერს არ აკეთებს. ეს არის საჰაერო დაბომბების კამპანია, ცნობილია, ეს რაღაც ახალი არ მოუგონია პუტინს და ზოგადად კრემლს. იძულების მექანიზმია მოლაპარაკებებზე ან დამორჩილებაზე, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ რასაც ვხედავთ, ეს არის საჰაერო კამპანია იმის იმედად, რაც ნაცისტური გერმანია ახორციელებდა ბლიც ინგლისის წინააღმდეგ, რომ გატყდეს მოწინააღმდეგე, დაგიჯდეს და აღიაროს კაპიტულაცია. მაგრამ მთელი პრობლემა აი ამ კონტექსტში არის ამერიკის პოზიცია. პრობლემა რატო არის? მოდი განმარტოთ. ამერიკა არ შეიძლება იყოს ნეიტრალური მოთამაშე. იმიტომ რომ ამერიკა არ არის დამკვირვებელი, ის არ არის გაეროს სამშვიდობო მისიის ცისფერჩახუტიანი. ეს ომი ჩვენ არ დაგვიწყიაო, ეს ომი დაიწყო კრემლმა, დაიწყო არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ, რაც არის ფუნდამენტური შეცდომა, იმიტომ რომ ეს არის კრემლის მიერ დაწყებული ომი, არა მარტო უკრაინის დასაპყრობად, არამედ პირველ რიგში დასავლური ცივილიზაციის დასაჩოქებლად და მისი მთავარი გამოხატულება აქამდე იყო ყოველ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატები და შესაბამისად პუტინს არაერთხელ აქვს ნათქვამი და ერთხელ გაუმეორებია ეს ყველაფერი, რომ მისი მოწინააღმდეგე არის არა მხოლოდ უკრაინა, არამედ კოლექტიური დასავლეთი. შესაბამისად დღეს რასაც ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან პოზიციას უყურებთ, ეს არის ამერიკული ჰეგემონიის დასასრული, ოღონდ ამერიკის მხრიდანვე. რა თქმა უნდა, გასაგები არის ტრამპი ამ ყველაფრის უკან რა ინტერესსაც ხედავს, ის ხედავს ამ ინტერესს, რომ მაქსიმალურად მალე მოშორდეს უკრაინას და გადაერთოს ჩინეთის მიმართულებით. და სხვათა შორის ეს არ ახალი პოლიტიკაა, ის დიდი ხანია ფიქრობს, რომ არ არის პრიორიტეტული უკრაინის საკითხი და ჩინეთზე გადაერთოს მაქსიმალურად, მაგრამ ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ ის მარტო ტოვებს თავის იმ მოკავშირეს, რომელსაც შეპირდა, რომ ბოლომდე დაუდგებოდა გვერდით. და მოდი ერთ რამაზეც შევთანხმდეთ, რომ თუ კი უკრაინის ტერიტორიაზე მოხდა დაპყრობითი ომის პრეცედენტის შექმნა, თელს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში აუცილებლად მოხდება მისი განმეორება, მათ შორის ისეთი ძალების მიერ, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი მეტოქეები არიან. ამიტომაც ამ მოლაპარაკებების ფინიში მშვიდობა არ იქნება. ეგ გამორიცხულია, იმიტომ რომ მშვიდობაზე რომ ვილაპარაკოთ, ჯერ მხოლოდ თავი დავანებოთ სხვა ყველაფერს, რუსეთს არ სურს მშვიდობა. ეს არ არის რუსული მშვიდობა, იმიტომ რომ რუსეთის გათვლა არის უკრაინის სახელმწიფოებრიობის მოსპობა. მან შეიძლება ცეცხლის შეწყვეტა გამოიყენოს ამოსასუნ თქვად საკუთარი დამობილიზებისათვის, მაგრამ ეგ მშვიდობა არ არის. არც უკრაინა არ არის მზად არსებული აი ამ პოლიტიკის დათანხმებისათვის, რომელიც მის სუვერენიტეტს მოსპობს. და რაც მთავარია, ევროპა არ არის მზად ამისათვის, იმიტომ რომ ნათელია. როგორც კი იქნება იმგვარი მშვიდობა, რომელსაც რუსეთი სთავაზობს, ანუ კაპიტულაცია უკრაინის,
შემდგომი სამიზნეები იქნებიან ევროპული სახელმწიფოები. ეს არ ნიშნავს პირდაპირ ინტერვენციას და შეჭრას, ტანკებს შეიძლება არ ვიხილოთ ჩვენ მაგალითად, ვარშავისაკენ, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ჰიბრიდული ომი და მათ შორის მესამე სახელმწიფოების მეშვეობით ომები იგივე ბალკანეთის ტერიტორიაზე შესაძლებელია გახდეს სრულიად ნათელი. სწორედ ამიტომაც არის ყველაზე დიდი საგანგაშო სიგნალი ის, რომ ამერიკული ფარის გაქრობის შემთხვევაში ევროპა რჩება. რა თქმა უნდა, გამოფხიზლებულ მდგომარეობაში ეს ძალიან კარგი მომენტია, მაგრამ რჩება იმ რეალობის წინაშე, რომ ომი უკვე მის შესასვლელთან მის კარებთან. მაგრამ ამერიკას რა პოზიციით რჩება? ამერიკას რა მოაქვს ამ ყველაფრიდან ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც პირდებოდა ელექტორალური იყო ეს გათვლა, პირდებოდა საკუთარ მოსახლეობას, ომის სწრაფ დასრულებას, ეს იყო ტრამპის წინასაარჩევნო ყველაზე მძლავრი და მკაფიო გზავნილი და პირდებოდა, რომ ის დაკავდებოდა ამერიკელების პრობლემებით, ჯერჯერობით ტრამპი რასაც აკეთებს, ის არის ისეთ ცდილობს იმ მოლაპარაკების პროცესში შევიდეს, რომელიც არის უშედეგო და რომელსაც არ უჩანს ბოლო და აი ეს შემოატრიალებს თუ არა, როგორ ფიქრობ ამერიკულ მიდგომას, ამერიკის შეერთებული შტატების მიდგომას და იმ მიდგომას, რომ ჩვენი ომი არ არის და შეცვლის თუ არა, თქვენ რასაც ამბობდით, რომ ეს არის შეცდომა, ამის გადააზრება რა შესაძლოა მოხდეს და რა მომენტში მოხდება. დავიწყოთ თავად იმით, რომ რუსეთის ხელისუფლებაში, ამ შემთხვევაში პუტინის ხელისუფლება არის ძალიან ძლიერი манипуლატორი და მათ კარგად იციან, რაზე უნდა ელაპარაკონ ამერიკელებს. მათ რეალურად ჩაიბეს ამერიკელები მოლაპარაკებაში, ისინი დროს წელავენ ამ პროცესში. მაგრამ ეს ხოლმესასრულად არ ვერ საბოლოო ჯამში, როდესაც ტრამპის ხელისუფლება მიხვდება, რომ ამ მოლაპარაკებიდან არაფერი გამოდის, მას ექნება ორი არჩევანი. ის ან მოლაპარაკებიდან საერთოდ გამოეთიშება და ევროპას და უკრაინას როგორც დაანონსა როგორც დაანონსა, დიახ, ეს თქვენი საკითხია და გადაერთვება ჩინეთის მიმართულებაზე და გადაერთვება შეიძლება საკუთარ სამეზობლოს მიმართულებაზე. იზოლაციონიზმი სხვა კი არაფერია. იზოლაციონისტური პოლიტიკა ტრამპს დიდი ხანია აქვს, უბრალოდ მისი ირგვლივ გაერთიანებული ადამიანები ცოტა სხვანაირად უყურებდნენ ამ საკითხს. და მეორე რა არჩევანი რაც მას შეიძლება კონდეს არის ის, რომ უბრალოდ ულტიმატუმი წაუყენოს ამ შემთხვევაში მის მოკავშირეებს, რომ თუ გინდათ რომ დავრჩეთ თქვენ დასახმარებლად, ამ შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაზეა საუბარი, მაშინ სწორედ იმ მოთხოვნების და იმ პოლიტიკის გატარება შეგვიძლია მოახდინოთ, რომელიც მე მსურს და მე მინდა. რაც შეიძლება იყოს ასევე ისიც, რომ რაც შეიძლება იყოს ისიც, რომ მათ შორის ის, რომ უკრაინის საკითხისადმი ისინი ჩამოხსნის ცდილობა კონდეთ. რაც მე მეეჭვება, რომ ეს გამოვიდეს, მაგრამ ფაქტი არის ის, რომ იზოლაციონისტური ტრამპისეული პოლიტიკა, ამერიკა first, რასაც არის ამერიკა უპირველეს ყოვლისა, თუმცა ეს არ გამოსდის ჯერჯერობით, უკრაინა არის დაკავებული, თან ვერც ამას აკეთებს. საქმეც ეს არის, რომ ის ამბობს, მას შეუძლია თქვას, რომ აი მე უკრაინაში ვიცადე, არ გამომივიდა და ჩემი ჰეგემონიაზე მნიშვნელოვანი არის ჩემი ხარხლის ინტერესები და შესაბამისად ასე გაყიდოს და ასე შეფუთოს მას ყველაფერი და სხვათა შორის ჯონ ბოლტონი, რომელიც მისი ნაციონალური უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი იყო, ის მას ამბობდა, რომ ტრამპის პოლიტიკა იყო ყოველდღიურად სხვანაირი. ის რო იღვიძებდა ერთ საღამოსო სხვა რამეს ამბობდაო, მეორე დღეს სხვა რამეს ამბობდაო. რას მიანიშნებს იმ ფაქტზე, რომ ეს არათანმიმდევრულობა, რომელიც ტრამპს ახასიათებს, შეიძლება რამდენიმე თვეში სრულიად შეიცვალოს, მაგრამ ის ფაქტი მაინც არ იცვლება, რომ მის ირგვლივ გაერთიანებული ადამიანები და ძალები, მათ შორის ვიცე-პრეზიდენტი პენსი, უკრაინისადმი ნეგატიურად განწყობილი ძალაა და მთლიანად ფოკუსირებული არის, რომ რაც შეიძლება მალე ჩაეხსნას ევროპულ პოლიტიკას და გადაერთოს უფრო მეტად